დღეს ხელოვნების ნიმუში წარმოადგენს საზოგადოების ინდივიდუალური თუ კოლექტიური პათოლოგიების პროექციას. ხელოვნების ნიღბის ქვეშ ყიდულობენ და ყიდიან პათოლოგიას. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების სფერო გადაიქცა იდეოლოგიური ვირუსის გავრცელების საშუალებად. ეგრეთ წოდებულ ხელოვნების ნიმუშს არგებენ ყოველგვარ სასურველ ინფორმაციულ შინაარსს და ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მაგალითად თუ კი არქიტექტურაში საჭიროა შექმნილის მდგრადობა, მუსიკაში, პოეზიასა თუ ფერწერაში ესეთი მოთხოვნები არ არსებობს და ჩემი აზრით არც უნდა არსებობდეს. ვინაიდან ხელოვნებას განსაზღვრავს საზოგადოება. ხოლო თავის მხრივ ხელოვნება აშიშულებს საზოგადოების ინტიმურ მტკივნეულ პრობლემებს და ამის ხარჯზე ახდენს თვით რეკლამირებას, რითიც ისევ ხელს უწყობს საზოგადოებაში ასეთი პათოლოგიური მიზეზობრიობის გაძლიერებას. ანუ ერთის მხრივ საზოგადოება მოითხოვს ხელოვნებისგან, რომ მან ასახოს ადამიანის მარცხი, სასოწარკვეთილი ადამიანი, ის ეგზისტენციალური მარცხი, რომელსაც დღეს განიცდის ადამიანი და საზოგადოება, ხოლო მეორეს მხრივ ხელოვნება აფართოვებს ესეთ პრობლემატიკას, ამრავლებს ამ პრობლემებს საზოგადოებაში, ვინაიდან სწორედ ამ პრობლემების ხარჯზე ახდენს საკუთარ თვით რეკლამირებას. თუ ხელოვნებას შევხედავთ ფსიქოლოგიის კუთხით და არაცნობიერ სფეროსთან მიმართებაში, მაშინ რეალურად ხელოვნება დღეს გვევლინება როგორც სოციალური თვითსაბოტაჟის უკიდურესი გამოხატულება. საქმე ის არის, რომ სისტემა ისეა მოწყობილი, რომ გარეგნულად გამოხატული ფსიქოლოგიის დონეზე ადამიანები ყოველდღიურად გამუდმებით ფსიქიკაში აშენებენ პათოლოგიურ კონსტრუქციებს. სისტემა უფრო მეტად ახალისებს დესტრუქციულ პროცესებს საკუთარი საჭიროების გასამტკიცებლად და ამ გზით აზრობრივი ფორმაციები ერთგვაროვანი, განმეორებითი, ციკლური და რიტმული იმპულსებით ნეირონულ სისტემაში ქმნიან პათოლოგიისთვის სახარბიელო სივრცეს. ასეთი პათოლოგიური მონაკვეთები თითქმის ყველა ადამიანის ფსიქიკაში არსებობს. საკითხის მეტი სიცხადისთვის შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ცნობილი ეგრეთ წოდებული რორშახის ლაქების ტესტი, როდესაც მელნის სპეციფიკური ლაქებით მოხატულ ბარათებს წარუდგენენ სუბიექტს, ის გამოთქვამს მის მოსაზრებას თუ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ ლაქას და მიღებული პასუხების მიხედვით შესაძლებელია გაკეთდეს ფსიქოლოგიური დასკვნა სუბიექტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოსახულება აშიშულებს ადამიანის პათოლოგიას. დღეს ხელოვნება კინოინდუსტრიით დაწყებული, სახვითი ხელოვნების ყველა სფეროთი დამთავრებული დაუღალავად აწვდის ადამიანს ისეთ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ააქტიურებს მასში ასეთ პათოლოგიებს. სწორედ ამ მომენტთან არის დაკავშირებული ეგრეთ წოდებული სტენდალის სინდრომი, რომელიც პირველად სტენდალმა თავად აღწერა ფლორენციაში რამდენიმე მუზეუმის მონახულების შემდგომ. ადამიანი გარკვეული ხელოვნების ნიმუშის ხილვის შემდეგ ხდება შეუძლოდ და ეს გამოიხატება როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიოლოგიურ ცუდად ყოფნაში. ასეთი შემთხვევები დღეს ხშირად მძიმე ქრონიკულ ავადმყოფობებშიც გადადის. ადამიანში აქტიურდება გარკვეული ტიპის პათოლოგია, რომელიც მას ხელს უშლის ჯანმრთელად და ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება. ასეთი გააქტიურების შედეგად ადამიანებს ეცვლებათ განწყობები, გეგმები, მიზნები, იკარგება мотивация, უარესდება ფსიქოლოგიური ფონი, ადამიანი ხდება დეპრესიული და პირდაპირ მნიშვნელობით ფუჭდება ჯანმრთელობა. სხვადასხვა ეს ძალიან ხშირად გამოიხატება გასტროენტეროლოგიური ზონის, ანუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლით,
და შემდეგ იწყება გაუთავებელი აფთიაქები, აბები, პოზიტიური ფსიქოლოგიის ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. მე პირიქით მომხრე ვარ და მე თვითონაც პოზიტიურ ფსიქოლოგიაში მოღვაწეობ და თვითონ ვქნი ასეთ ტექნოლოგიებს, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი ეკარგება უბრალოდ თუ კი მიზეზობრიობა არ არის შესწავლილი. და ესეთი გააქტიურების შემთხვევებში თვითონ სუბიექტი პირიქით მიიჩნევს, რომ ის ნამდვილ ჭეშმარიტ ხელოვნებას ეზიარა, საუკეთესო ფილმი ნახა, ან და მშვენიერი ლექსი მოისმინა და ასე შემდეგ. სტენდალის დროისგან განსხვავებით თუ კი ადამიანი მაშინ სადღაც უნდა წასულიყო იმისათვის რომ ზიარებოდა ხელოვნებას, დღეს ხელოვნების უკლებლივ ყველა სფერო თვითონ მიდის ადამიანთან მაღალ ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე. ამას ადამიანები ვერსად გაიქცევიან და ვერ არიდებ ამას თავს. ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ ამ სისტემაში. მაგრამ უნდა იცოდე თუ რეალურად როგორ არის მოწყობილი ეს გამოსახულებითი სისტემა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და მოღვაწეობთ. შესაძლებელია, რომელიღაცა ფილმის ერთმა კადრმა, ერთმა ხელოვნების ნიმუშმა, ერთმა ქანდაკებამ, ნახატმა, ლექსმა, ტექსტმა თუ წარმოთქმულმა სიტყვამაც კი ადამიანში ასეთი გააქტიურება მოახდინოს. სიტყვების ხომ გამოსახულებებია. მაგალითად, მე ვამბობ სიტყვას ვარდი და გონებაში წარმოიქმნება ვარდის გამოსახულება. ფსიქიკაში არსებული ლოგიკურ-ისტორიული კავშირები, ანუ თქვენი ლოგიკურ-ისტორიული მე ახდენს ამ გამოსახულების წაკითხვას, ანუ კითხულობს ამ გამოსახულების არსს, მნიშვნელობას და ამ გზით თქვენ გებულობთ თუ რა ვთქვი მე. ანუ ინფორმაციული კონტაქტის დასამყარებლად გონება ახდენს გამოსახულების არსის და მნიშვნელობის ამოკითხვას. დააკვირდით, მე არ მithქვამს ვარდის ფერი, ანუ წითელი ვარდი არ მithქვამს, ან შავი ვარდი. ამ ყველაფერს იმიტომ საუბრობ, რომ თქვენ კაფეოდ დაინახოთ, თუ როგორი პირდაპირი და უშუალო გავლენა აქვს გამოსახულებას ადამიანის ფსიქიკაზე. წიგნში გამოსახულების ალფაბეტი დეტალურად არის აღწერილი ყველა ის გამოსახულება, რომელიც ასეთ ნეგატიურ და დესტრუქციულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. ასევე დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ ხდება ეს პროცესი, ანუ ასეთი პროცესის მექანიკა არის აღწერილი, მექანიზმი. ეს მომენტი შეიძლება შევადაროთ იმ პროცესს, როდესაც მაგალითად კითხვის დროს ადამიანი უეცრად მოწყდება რეალობას, მიდის სადღაც ფიქრებში, დააფრინავს იქ და როდესაც აზრზე მოდის, ის ჩვეულებრივ უბრუნდება ისევ კითხვას, აგრძელებს მას და არ აანალიზებს რაციონალურ დონეზე თუ რომელმა დეტალმა, რომელმა სიტყვამ, რომელმა გამოსახულებამ იქონია მასზე ასეთი ძლიერი ზეგავლენა. ადამიანები არ აანალიზებენ ამას და ამიტომაც დაუდგენელი რჩება თუ სად იმალება ეშმაკი. გამოსახულებები, რომლებსაც ადამიანი არ აცნობიერებს და არ აღიქვამს, მაინც ზემოქმედებენ მასზე, მაგრამ არაცნობიერად. ამიტომ რამდენადაც ვიცნობთ მათ, იმდენად ვრეაგირებთ მათზე. წაიკითხე წიგნი გამოსახულების ალფაბეტი და შეიყავი შეიარაღებული ამ მხრივ. მით უმეტეს, რომ ამ წიგნში ასევე ფსიქიკის დამცავი ბევრი ეფექტური ინსტრუმენტია მოცემული.